გვერდი 186-ზე. პირველი ამოცანა. შეიძლება თუ არა რომ თვითმფრინავი ჰორიზონტალური მიმართულებით თანაბრად მიფრინავდეს, როდესაც მისი ძრავა გამორთულია. ესე იგი, მასზე აუცილებლად იმოქმედებს ჰაერის წინამდებობის ძალა და ეს ძალა აუცილებლად მიანიჭებს აჩქარებას. ნიუტონის პირველი კანონის თანახმად ეს შეუძლებელია. მეორე ამოცანა. შესაძლებელია თუ არა რომ ნავზე მდგომმა მეთევზე ქიჩოზე მიწოლით ნავს სიჩქარე შეუცვალოს. ესე იგი, შიდა ძალები სისტემის აჩქარებას ვერ შეცვლის. იმიტომ რა ძალითაც ის იმოქმედებს ნავის ქიჩოზე, იგივე ძალით ნავი იმოქმედებს მასზე და რადგან ეს ერთიანი სისტემაა, ჯამური ძალა იქნება ნულის ტოლი. მესამე ამოცანა. ორი მოსწავლე ცდილობს დინამომეტრის ამბარის გაჭიმვას მასზე გამობმული თოკების დაქაჩვით. სურათი 155-ია. რისი ტოლი იქნება დინამომეტრის ჩვენება თუ თითოეული მოსწავლე თოკს 100 ნიუტონი ძალით ეკაჩება. ესე იგი, დინამომეტრი უჩვენებს გაწონასწორებულ ძალას. რადგან ორივე მხრიდან, ესე იგი 100 ნიუტონი მოქმედებს, ეს დინამომეტრი გაჩერებული იქნება, ამიტომ დინამომეტრის ჩვენება იქნება 100 ნიუტონი. ესე იგი, მესამე ამოცანაში F დინამომეტრის ჩვენება იქნება 100 ნიუტონი. მეოთხე ამოცანა. გლუ ჰორიზონტალურ ღეროზე ჩამოცმულია ორი სხვადასხვა მასის ბირთვი, რომლებიც ერთმანეთზე გადაბმულია მსუბუქი უჭმადი თოკით. სურათი არის 156-ზე. ღერო ჰორიზონტალურ სიბრტყეში ბრუნავს გარკვეული კუთხური სიჩქარით. განსაზღვრეთ დიდი ბირთვის მასა, თუ მცირე ბირთვის მასა 10 კილოგრამია. ესე იგი, ეს არის მეოთხე ამოცანა, ჩავწეროთ მოცემულობა არის, ესე იგი 4 კილოგრამი მცირე ბირთვის მასა და ესე იგი ბრუნვის რადიუსები შეფარდება R დიდი R პატარასთან არის 4 R-თან. ხო აქ და გვეკითხებიან დიდი ბირთვის მასას. ახლა ამ შემთხვევაში ხდება ორი სხეულის ერთმანეთთან ურთიერთქმედება. ეს ძალები თითოეულ სხეულზე მოქმედი არის ერთნაირი და თითოეული ძალა ანიჭებს ცენტრისკენულ აჩქარებას. ამიტომ შეიძლება დავწეროთ, რომ F პირველი უდრის, ესე იგი F მეორეს, ესე იგი M დიდი A პირველი ცენტრისკენული უდრის M პატარა A მეორე ცენტრისკენულს. ანდა M დიდი ომეგა კვადრატ R დიდი უდრის M პატარა ომეგა კვადრატ R პატარა. ომეგები ერთნაირი აქვთ. ეს ომეგა კვადრატები გაიკვეცება, აქედან M დიდი გამოგვივა M პატარა, ესე იგი R გაყოფილი R დიდზე. ხო, იქნება M დიდი იქნება M R პატარა R დიდზე. ახლა თუმცა აქ მე აქ აღნიშნებში ესე იგი R დიდით მქონდა აღნიშნული დიდი ბირთვის რადიუსი და R პატარათი მქონდა აღნიშნული პატარა ბირთვის რადიუსი. სურათზე შებრუნებულად არის ესე იგი ეს აღნიშნული. ამიტომ ეს შეფარდება უნდა შევცვალო მე, ესე იგი იმისათვის, რომ ჩემ აღნიშნულებს დაემთხვეს, ამიტომ ეს იქნება 1/4, ესე იგი აქედან M დიდი იქნება M პატარა გამრავლებული 4-ზე. ამიტომ ესე იგი ეს იქნება 10 გამრავლებული 4-ზე იქნება ესე იგი 4 კილოგრამი, ესე იგი 4 გამრავლებული 4-ზე იქნება 16 კილოგრამი. ეს იყო მეოთხე ამოცანა. მეხუთე ამოცანა. ადგილიდან დაძვრისას 2 ტონა მასის ცარიელი ავტომობილის ჰორიზონტალურ გზაზე 2 მეწამკვადრატ აჩქარებით მოძრაობს.
იგივე დატვირთული ავტომობილი კი 1,6 მეწამ კვადრატ აჩქარებით. განსაზღვრეთ ტვირთის მასა, თუ ავტომობილზე მოქმედი წევის ზალა ორივე შემთხვევაში ერთნაირია. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი m პატარა არის ესე იგი 2 ტონა, a პირველი აჩქარება არის 2 მეტრ წამ კვადრატი, a მეორე, როდესაც დაიტვირთება ეს მანქანა აჩქარება იქნება 1,6 მეტრ წამ კვადრატი და წევის ზალა ორივე შემთხვევაში ერთნაირი არის, F1 უდრის F2-ს. და გვეკითხებიან ტვირთის მასას. მოდით ესე დავწეროთ m პირველი არის კითხვის ნიშანი. ჩავწეროთ პირველ შემთხვევაში ნიუტონის მეორე კანონი, ესე იგი ეს F უდრის m a პირველს, მერე ესე იგი ამ ტვირთს დაადეს მასა, ამიტომ საერთო მასა გახდება m-ს პლუს m პირველი და იმოძრავებს a2 აჩქარებით. ხოლო ესენი ტოლი არის, ესე იგი წევის ზალები, ამიტომ m a პირველი უდრის m-ს პლუს m1 a2, აქედან m-ს პლუს m1 უდრის m a პირველი შეფარდებული a2-თან და ესე იგი ამ ტვირთის მასა აქედან გამომდინარე m პირველი ტოლი იქნება ესე იგი m a პირველი a2-თან მინუს m-ი. ამდა შეიძლება გავამარტივოთ ესეთნაირად m a1 a2-თან მინუს 1. კარგით, ეხლა მეექვსე ამოცანა. ფეხბურთელმა 400 გრამი მასის უძრავ ბურთს დარტყმისას 30 მეწამი სიჩქარე მიანიჭა. რა დროის განმავლობაში გრძელდებოდა დარტყმა, თუ ფეხბურთელის ბურთზე საშუალოდ 600 ნიუტონი ძალით მოქმედებდა. ჩავწეროთ მოცემულობა, მასა ბურთის არის 400 გრამი, ანუ ეს არის 0,4 კილოგრამი. სიჩქარე, რომელიც მიენიჭა ბურთს, არის 30 მეტრი წამში და ძალა მოქმედი იყო, ესე იგი 600 ნიუტონი. და რა დროის განმავლობაში მოქმედებდაო ფეხიო ბურთზე. დარტყმის ხანგრძლივობა იგივე. ბურთმა მიანიჭა აჩქარება, ამიტომ F უდრის, ესე იგი M-ას. ეს აჩქარება, რომელიც ბურთმა მიიღო, ესე იგი ეს არის მისი საბოლოო სიჩქარე შეფარდებული T-სთან, ამიტომ F იქნება mv გაყოფილი T-ზე. აქედან T იქნება F შეფარდებული mv-ზე. აი ამ ფორმულიდან ვიპოვით მაგ პასუხს. მეშვიდე ამოცანა. ელმავალი სამგზავრო ვაგონს 0,3 მეწამ კვადრატ აჩქარებას ანიჭებს, ხოლო სარტვირთო ვაგონს 0,15 მეწამ კვადრატს. რა აჩქარებას მიანიჭებს ელმავალი ორივე ვაგონს ერთად? თუ ელმავალი ვაგონებს სამივე შემთხვევაში ერთნაირი ძალით ეწევა. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი a პირველი არის 0,3 მეტრ წამ კვადრატი, a მეორე არის, ესე იგი 0,15 მეტრ წამ კვადრატი და F პირველი უდრის F მეორეს და უდრის F მესამეს და რისი ტოლი არის, ესე იგი a მესამე. ჩავწეროთ პირველ შემთხვევაში ნიუტონის მეორე კანონი, ესე იგი F უდრის m a პირველს. იგივე F, მოდით ესე m პირველ a პირველს. იგივე F უდრის m მეორე a მეორეს. ეხლა როდესაც გადავაბით, ესე იგი ეს სატვირთო და სამგზავრო ვაგონები, ესე იგი ერთმანეთს, F ტოლი იქნება m პირველს პლუს m მეორე გამრავლებული a3-ზე. მოდით პირველი ფორმულიდან m პირველი ვიპოვოთ, ეს გამოვსახოთ უпростоრად F a პირველზე,
მეორე ფორმულიდან m მეორე არის f a მეორეზე და მოდით ყველა SM-ები შევიტანოთ ამ მესამე ფორმულაში. ესე იგი f ტოლი იქნება f a პირველზე პლუს f a მეორეზე გამრავლებული a მესამეზე. მოდით ამ ფრჩხილებიდან f გავიტანოთ ფრჩხილების გარეთ f 1 a პირველი პლუს 1 a მეორე გამრავლებული a სამზე SF-ები გაიკვეცება, აქ ერთიანი დაგვრჩება და a მესამე იქნება 1 შეფარდებული 1 a პირველი პლუს 1 a მეორეზე. ნუ ახლა ესენი საერთო მნიშვნელზე თუ მივიყვანეთ, ესე იგი საბოლოოდ გვექნება a პირველი გამრავლებული a მეორეზე, a პირველს პლუს a მეორე. ეს იყო მე7 ამოცანა. მერვე ამოცანა. ელმოვალმა ცარიელი ვაგონი ადგილიდან დაძრა და ვაგონმა გარკვეულ დროში 8 მეტრი გაიარა. როდესაც ვაგონზე 20 ტონა მასის ქვიშა დაყარეს, ვაგონმა დაძვრიდან იმავე დროში 4 მეტრი გაიარა. იპოვეთ ცარიელი ვაგონის მასა, თუ ცნობილია, რომ ორივე შემთხვევაში ელმოვალი ვაგონს მუდმივი და ერთნაირი ძალით ეწეოდა. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი, თუ გვაქვს ცარიელი ვაგონი მიბმული, S უდრის, ესე იგი, 6 მეტრს რაღაცა დროში გაიარა. ეს მანძილი გაიარა რაღაცა დროში. როდესაც ამ ცარიელ ვაგონზე დაყარეს M უდრის 20 ტონა ქვიშა, მაშინ იგივე დროში, ესე იგი ეს T პირველი უდრის T მეორეს გაიარა ამ ელმოვალმა S2 უდრის 4 მეტრი. ნუ ძალა, წევის ძალა ორივე შემთხვევაში ერთნაირი იყო, ესე იგი F პირველი უდრის F მეორეს. და გვეკითხებიან ცარიელი ვაგონის მასას. მოდი ის MDD-ით ავუნიშნოთ. ხო, ნუ ჯერ თქვათ ხდება ცარიელი ვაგონის მოძრაობა. ნიუტონის მეორე კანონის თანახმად F არის MDD გამრავლებული A პირველზე. ეხლა რაც შეეხება A პირველს, ეს შეგვიძლია ვიპოვოთ შემდეგი ფორმულით, რადგან გავლილი მანძილი ვიცით უსაწყისო სიჩქარით, A პირველი T კვადრატ ნახევარი გვექნება. აქედან A პირველი არის 2S პირველი შეფარდებული T კვადრატზე. ეხლა მეორე შემთხვევაში, როდესაც ვაგონზე დადეს ტვირთი, ეს ძალა იგივე მოქმედებს, ესე იგი იქნება ცარიელი ვაგონის მასას დამატებული ამ ტვირთის მასა გამრავლებული A მეორეზე. ეხლა რაც შეეხება A მეორე, ის შეიძლება ესეთი ფორმულით ვიპოვოთ, S2 არის A2 T იგივე არის T კვადრატ ნახევარი, აქედან A2 იქნება 2S2 შეფარდებული T კვადრატზე. შევიტანოთ ყველაფერი ამ ფორმულაში, გვექნება F, ნუ ამ ფორმულებში F არის M 2S1 T კვადრატი და იგივე F უდრის M-დიც პლუს M პატარა 2S2 T კვადრატზე. გავუტოლოთ ერთმანეთს, ესე იგი M 2S1 T კვადრატზე უდრის M-დიც პლუს M პატარა 2S2 T კვადრატზე, ეს T კვადრატები გაიკვეცება, ეს ორები გაიკვეცება და მივიღებთ MDD S1 უდრის M-დიც პლუს M პატარა S2. ნუ ახლა აქედან ჩვენ MDD უნდა ვიპოვოთ, ესე იგი გავხსნათ მარჯვენა მხარეს ფრჩხილები, ესე იგი MS1 არის MS2 პლუს M პატარა S2. ეს გადმოვიტანოთ მარცხენა მხარეს, მექნება M S1 მინუს S2 არის M პატარა S2. აქედან MDD იქნება M პატარა S2 S1 მინუს S2. ნუ აქ შეგვიძლია ეს რიცხვები ყველა შევიტანოთ. მეცხრე ამოცანა. 2-157 სურათზე გამოსახულია გზის ჰორიზონტალურ უბანზე მოძრავი 4 კილოგრამი მასის სხეულის სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი.
ღერძის სხეულის მოძრაობის მიმართულებით მიმართეთ და განსაზღვრეთ სხეულზე მოქმედი ჰორიზონტალური ძალის გეგმილი. სხვადასხვა დროის მომენტებში. შუალედებში უпроსორად. აი, მოდით გადავხატოთ ესე იგი ეს გრაფიკი, ეს არის სიჩქარე, რომელიც მეტწამებში არის მოცემული და აქ არის დრო. სიტუაცია ესეთი არის, რომ აი 5 წამში, ეს არის 5 წამი, 5 მეტწამ კვადრატ სიჩქარეს მიანიჭებს, მერე 5 წამის განმავლობაში მოძრაობს თანაბრად 10 წამამდე და მერე უпроსორად 15 არის აქ 10 წამის განმავლობაში მოძრაობს თანაბრად და მერე კიდე 5 წამის განმავლობაში ნელდება, ესე იგი სხეული 20. ხო, ეხლა პირველ უბანზე ცხადია, ხო, აქ მოცემული რა არის, ესე იგი ჯერ გრაფიკის მიხედვით სიჩქარებს ხედავ და მეორე მასა არის სხეულის მოცემული, რომელიც არის 4 კილოგრამის ტოლი. ეხლა პირველ უბანზე აჩქარება არის, ესე იგი V საბოლოო გაყოფილი ტეზე, ესე იგი აპირველი, ეს არის 5 მეტწამი 5-ზე არის, ესე იგი 1 მეტრ წამ კვადრატი და ამიტომ ესე იგი ძალა პირველ უბანზე იქნება m გამრავლებული a პირველზე, ესე იგი 4 გამრავლებული 1-ზე იქნება 4 ნიუტონი. ეხლა მეორე უბანზე a მეორე აჩქარება 0-ის ტოლი არის, იმიტომ რომ სიჩქარე უცვლელი არის აქ. ამიტომ ესე იგი მეორე უბანზე F2 უდრის 0-ს. რაც შეეხება მესამე უბანს, ამ მესამეზე აჩქარება არის ესე იგი უარყოფითი, იმიტომ რომ შენელებული მოძრაობა, ამიტომ აჩქარება იქნება -v გაყოფილი იგივე აი ეს 5 წამი არის დროის მონაკვეთზე, რა დროშიაც სიჩქარე აი ამ 5-დან 0-მდე იცვლება და ესე იგი ამესამე გამოდის ესე იგი -1 მეტრ წამ კვადრატს. ასე რომ აჩქარება მესამე უბანზე იქნება -4 ნიუტონი. მეათე ამოცანა. განსაზღვრეთ საწყისი სიჩქარის გარეშე თავისუფლად ვარდნილი სხეულის გადაადგილება ვარდნის მე-n წამში. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის თქვა დედამიწის ზედაპირი, არ აქვს მნიშვნელობა, აი თქვა აქედან იწყებს სხეული, აი ამ წერტილიდან, A წერტილიდან ვარდნას, ეს იგი აქვს სიჩქარე V0 0-ის ტოლი და ესე იგი ვარდება ესე იგი ეგა. აი მოდით გავაკეთოთ ესეთნაირად, რომ მოდით ვიპოვოთ n წამში რა დროს გაივლის ეს სხეული, ესე იგი t თუ უდრის n წამს. მაშინ რა მანძილს გაივლის, ესე იგი a-ში იქნება g t კვადრატ ნახევარი, ან რაც იგივეა g n კვადრატ ნახევარი, იმიტომ t უდრის n-ს. მერე მოდით ვიპოვოთ n-1 წამში რა მანძილს გაივლის. ესე იგი a შტრიხი იქნება g, მოდი ეს t შტრიხი დავარქვათ, t შტრიხ კვადრატ ნახევარი, ანუ g n-1 კვადრატ ნახევარი. ასე რომ მე-n წამში გავლილი მანძილი არის მათი სხვაობა. იმიტომ რომ ეს n წამში გავლილი მანძილი არის და ეს კი n-1 წამში. მათი სხვაობა იქნება მე-n წამში გავლილი მანძილი. ამიტომ g n კვადრატ ნახევარს გამოკლებული g n-1 კვადრატ ნახევარი. მოდით g ნახევარი ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ, n კვადრატს აქ გავხსნათ ესე იგი ეს ფრჩხილები, -n კვადრატ პლუს 2n -1. n კვადრატები გაიკვეცება და დელტა a-ში გამოგდის g ნახევარი 2n -1. აი ესეთნაირად გამოთვლით მე-n წამში გავლილ მანძილს. ეხლა მე-11 ამოცანა. რამდენჯერ უფრო მაღლა ავა ვერტიკალურად ზევით ასროლის სხეული, თუ ასროლის სიჩქარე სამჯერ გავზდით. ესე იგი, V პირველი არის სამჯერ V-ს ტოლი. და რამდენჯერ უფრო მაღლა ავა, ესე იგი, გვეკითხებიან A პირველი მაქსიმალურის შეფარდება A მაქსიმალურთან. ესე იგი, თავიდან როდესაც ვისვრით სხეულს ვერტიკალურად ზევით,
რაღაცა საწყისი სიჩქარით მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ფორმულა v0 კვადრატს მინუს საბოლოო სიჩქარის კვადრატი 2g-ზე. უმაღლეს წერტილში არ აქვს სიჩქარე სხეულს, იმიტომ რომ იქ ჩერდება. აქედან გამომდინარე, რომ h მაქსიმალური ეს არის v0 კვადრატი შეფარდებული 2g-ზე. ეს ზოგადად ეგეთი ფორმულა გვაქვს. ეხლა გამოვიყვანეთ. ამიტომ ჩავწეროთ ეხლა ჩვენი ამოცანისათვის. h მაქსიმალური, როდესაც მიანიჭეს სხეულს სიჩქარე v, იქნება v კვადრატი 2g-ზე. ხოლო თუ მიანიჭებენ მას ესე იგი 3-ჯერ მეტ სიჩქარეს, ეგ იქნება 3v კვადრატში შეფარდებული 2g-ზე. ანუ იქნება 9v კვადრატი 2g-ზე. v კვადრატი 2g-ზე ეს h მაქსიმალური არის, როდესაც საწყის სიჩქარე მიანიჭეს. ამიტომ h პირველი მაქსიმალური იქნება 9-ჯერ h მაქსიმალური სტოლი. ეს კი 9-ჯერ გაიზრდება სიმაღლე. მე-12 ამოცანა. რამდენჯერ უნდა გავზარდოთ ვერტიკალურად ზევით ასროლის სხეულის საწყის სიჩქარე, რომ ასვლის მაქსიმალური სიმაღლე 16-ჯერ გაიზარდოს. ეხლა გვეუბნებიან, რომ h პირველი მაქსიმალური არის 16 h პირველი სტოლი. და გვეკითხებიან 16 h0 სტოლი. გვეკითხებიან v პირველის v0-თან შეფარდებას. ეს კი თქვათ v0 სიჩქარით ავისროლეთ ზევით. ასე რომ h მაქსიმალური h0-ით აღნიშნოთ ეგა. იქნება v0 კვადრატი 2g-ზე. ეხლა რაღაცა v1 სიჩქარით ავისროლეთ. ეხლა h პირველი არის v პირველი კვადრატი 2g-ზე. გვეუბნებიან, რომ h პირველი არის 16-ჯერ h0 სტოლი. შევიტანოთ აქ ეს მონაცემები და გვექნება v პირველის კვადრატი 2g-ზე უდრის 16-ჯერ v0 კვადრატი 2g-ზე, ეს 2g გაიკვეცება და v პირველი გამოვა კვადრატული ფესვი 16 v0 კვადრატიდან. ეს v0 გამოვა 16-დან ფესვი 4-ია, ამიტომ v პირველი იქნება 4-ჯერ v0. მე-13 ამოცანა. ორი სხეული ვარდნას იწყებს სხვადასხვა სიმაღლიდან. რამდენჯერ აღემატება პირველი სიჩქარე მეორესას ზედაპირზე დაცემამდე. თუ პირველი სხეული 3-ჯერ უფრო მეტ ხანს ვარდებოდა ვიდრე მეორე. წინამდებობის ძალას გაითვალისწინებთ. ეს იგი ჩავწეროთ, რომ ეს იგი t პირველი არის 3-ჯერ t2 სტოლიო. სხვადასხვა სიმაღლიდან ვარდება ეს სხეულები უსაწყისო სიჩქარით. ამიტომ v პირველისთვის ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ არის gt1, v მეორესათვის gt2. აქედან v პირველის v მეორესთან შეფარდება არის gt1 gt2-ზე, ჟ-ები გაიკვეცება t1 t2-ზე. t1 t2-ზე, t1 არის 3 t2 t2-ზე, ეგენი გაიკვეცება და გამოვა 3. ასე რომ პირველი სხეულის სიჩქარე 3-ჯერ მეტი იქნება ვიდრე მეორე სხეულის სიჩქარე. მე-14 ამოცანა. ორი სხეული ვარდნას იწყებს სხვადასხვა სიმაღლიდან. რამდენჯერ მეტი სიმაღლიდან ჩამოვარდა პირველი სხეული ვიდრე მეორე, თუ პირველი სხეული 4-ჯერ უფრო მეტ ხანს ვარდებოდა. ეს იგი t პირველი არის 4-ჯერ t2 სტოლი და გვეკითხებიან h პირველის h მეორესთან შეფარდებას. h პირველი არის gt პირველი კვადრატ ნახევარი, h მეორე არის gt2 კვადრატ ნახევარი, რომ გავყოთ ერთმანეთზე h1 h2-ზე, გვექნება t1-ის კვადრატი t2-ის კვადრატზე. t1 არის 4-ჯერ t2 კვადრატში შეფარდებული t2-ის კვადრატზე, ანუ იქნება 16 t2-ის კვადრატი t2-ის კვადრატზე, გაიკვეცება და ამიტომ გამოგვივა, რომ h პირველი h მეორესთან იქნება
16 სტოლი. ესე იგი 16 ჯერ უფრო მეტი სიმაღლიდან ვარდებოდა თურმე ეს პირველი სხეული. მე-15 ამოცანა. სხეული იწყებს თავისუფალ ვარდნას 125 მეტრ სიმაღლიდან. განსაზღვრეთ მის მიერ ვარდნის ბოლო 2 წამში გავლილი მანძილი. წინამდგომობის ძალებს ნუ გაითვალისწინებთ. ჩავწეროთ ესე იგი, რომ A-ში სხეულის არის 125 მეტრი, T არის 2 წამი, მაგრამ ეს არის ბოლო 2 წამი. და აი ბოლო 2 წამში გავლილ მანძილს. მოდით ესეთ ავნიშნოთ. აი მოდი დავხოტოთ სურათი. აი თქვათ აქედან დაიწყო სხეულმა ვარდნა და აი A-ში მანძილი გაიარა. მოდით ვნახოთ რამდენი ხანს ვარდებოდა სხეული, რადგან როცა ვიცით რომ 125 მეტრიდან ჩამოვარდა. ეს A-ში იქნება G T1 კვადრატ ნახევარი. აქედან T1 კვადრატ არის 2 A-ში შეფარდებული G-სთან, ანუ ეს არის 250 გაყოფილი 10-ზე და ეს გამოვა 25. ასე რომ T პირველი უდრის ფესვი 25-დან 5 წამს. ესე იგი 5 წამის განმავლობაში ვარდებოდა სხეული. ესე იგი ჩვენ კი გვეკითხებიან, ესე იგი აი აქედან აქ ჩამოსვლას დაჭირდა 5 წამი. და ჩვენ გვეკითხებიან აი ბოლო 2 წამში რა მანძილი გაიარა. ეხლა ეს შეიძლება გავაკეთოთ სხვადასხვანაირად. მოდით ჯერ ბოლო 2 წამისთვის დავწეროთ გავლილი მანძილი. ეს იქნება აი ამ წერტილში ცხადი ამას ექნება რაღაცა სიჩქარე V1. ესე იგი ეს იქნება V1 აი ეს T, სადაც T2 წამი არის პლუს G T კვადრატ ნახევარი. ამ ფორმულაში T არის 2 წამი. მაგრამ ამ წერტილში მოსვლისას მაგას რაღაცა სიჩქარეს დააგროვებდა სხეული და რა დრო დაჭირდა აქ მოსასვლელად. რადგან აქედან აქამდე 5 წამი ჭირდებოდა, ეს არის ბოლო 2 წამი, ესე იგი აქედან აქ მოსვლას დაჭირდა 3 წამი. ესე იგი ეს T2 არის 3 წამი. ამიტომ აი ამ V პირველს ვიპოვი G გამრავლებული აი ამ T2-ზე. ამიტომ ეს არის 10 გამრავლებული 3-ზე გამოვიდა 30. აი მე უკვე ამ ფორმულიდან დავადგენ ეს იქნება, ეს დავადგინე ეს V პირველი, ეს არის 30, T არის ესე იგი 2 წამი პლუს G 10, 2-ის კვადრატი 4 გაყოფილი 2-ზე. ეს გამოვიდა 60, 10 გაყოფილი 2-ზე, ეს არის 5, 5 ჯერ პლუს 20 გამოვიდა 80. აი შეგვიძლია, ნუ აი ესეთი ვარიანტით შეიძლება ვიპოვოთ, მაგრამ შეგვიძლია გვეპოვა კიდე ესეთნაირად, რომ აი ეს მონაკვეთი ხო 5 წამში გაიარა და ჩვენ გვეკითხებიან ბოლო 2 წამში გავლილი მანძილს. მოდით ვიპოვოთ პირველ 3 წამში რამდენი გაიარა. ეს შემიძლია მეკუპოვა ესეთნაირად. A1 იქნებოდა G ამ დროს ეს დრო რამდენი არის? T2 არის 2 წამი, ეს არის 3 წამი. G T2 კვადრატ ნახევარი. გესმით არა? ესე იგი ეს 5 წამი არის, ეს თელი მონაკვეთი, ეს 2 წამი არის, ესე იგი ამიტომ აქამდე 3 წამი არის. ასე რომ ეს იქნებოდა 5 3-ის კვადრატი 9 გაყოფილი 2-ზე. ესე იგი A1 ტოლი იქნებოდა 5 ჯერ 9 45-ის ნახევარი. ეს არის 45-ის ნახევარი. არა, აქ 10-ია ბოდიში. 10, ესე იგი 45 გამომივიდოდა. 45. ამიტომ ეს იქნებოდა როგორც A-ს გამოკლებული A1, ანუ 125 minus 45 იქნებოდა 80. ნუ იგივე 80 მეტრი. იგივე პასუხი მივიღეთ. ეხლა 116 ამოცანა. რამდენჯერ აღემატება 180 მეტრი სიმაღლიდან საწყის სიჩქარეს გარეშე ვარდნილი სხეულის ვარდნის ბოლო 2 წამში გავლილი მანძილი პირველ 2 წამში გავლილ მანძილს. ნუ დავხოტოთ სურათი.
აი თქვათ ეს სხეული ვარდება 180 მეტრიდან, ეს არის 180 მეტრი. მოდით ეს h დიდით აღნიშნოთ 180 მეტრი და გვეკითხებიან რამდენჯერ მეტი არის აი ბოლო ორ წამში, აი ეს t არის 2 წამი და აი ესეც არის 2 t არის ესე იგი 2 წამი. აი პირველ ორ წამში გავლილი მანძილი ბოლო ორ წამში გავლილი მანძილს რამდენჯერ აღემატება. მოდი ჯერ ვიპოვოთ ისევ როგორც თქვა ადრე გავაკეთეთ საერთოდ ვარდნის დრო რამდენია. ამიტომ a-შისთვის დავწერე. a-ში არის j t სრული კვადრატ შეფარდებული 2-ზე. ესე იგი აქედან t სრული კვადრატი არის 2a-ში შეფარდებული j-სთან 2-ჯერ 180 10-ზე 360 10-ზე არის 36, ამიტომ t სრული არის ესე იგი 6 წამი. ესე იგი მთელი ვარდნის დრო არის 6 წამი. ეხლა რადგან მთელი ვარდნის დრო 6 წამი არის და ეს მონაკვეთი გაიარა სხეულმა 2 წამში, აი აქედან აქამდე მოვიდოდა 4 წამში. მოდით ეს t პირველი იქნება 4 წამი. ხო? მოდი ჯერ ვიპოვოთ პირველ 2 წამში გავლილი მანძილი. a-ში პირველი. ეს არის j t კვადრატ ნახევარი t 2 წამი გვაქვს. 10 2-ის კვადრატი 4 შეფარდებული 2-ზე გამოვა 20 მეტრი. ესე იგი პირველ 2 წამში გაიარა 20 მეტრ მანძილი. ეხლა მოდი ვნახოთ ესე იგი აქედან აქამდე რა მანძილი არის. აი აქედან აქამდე, მაგრამ აქედან აქამდე როგორც დავადგინეთ, ესე იგი 4 წამს ანდომებს. a-ში მეორე ეგ იქნება j ესე იგი ეგ t1-ით მაქვს აღნიშნული t1 კვადრატ ნახევარი. ამიტომ j არის 10, t1 არის 4, 16 შეფარდებული 2-ზე. ესე იგი 10 და 2 ეს 5 არის, ეს გამოვიდა 80 მეტრი. ასე რომ ეს იყო 80 მეტრი აქედან აქამდე. ეს თლიანად რადგან 180 არის, ბოლო ორ წამში გავლილი მანძილი გამომივა 180 minus 80 უდრის 100 მეტრს. აი ეს არის ბოლო ორ წამში გავლილი მანძილი. ესე იგი რამდენჯერ მეტი არის ეს ბოლო ორ წამში გავლილი მანძილი ვიდრე პირველ ორ წამში. ამისათვის ეს s-ი a-ში პირველზე უნდა გავყო. მექნება 100 გაყოფილი 20-ზე გამომივა 5ჯერ. 5ჯერ მეტი არის s-ი a-შერთან შედარებით. მე-17 ამოცანა. გარკვეული სიმაღლიდან საწყისი სიჩქარის გარეშე ვარდნილი ბურთულა დედამიწაზე 3 წამში დაეცა. რა დროში დაეცემა იგი დედამიწაზე, თუ იმავე სიმაღლეზე ბურთულას მივანიჭებთ ვერტიკალურად ზევით მიმართულ 20 მეტწამ საწყის სიჩქარეს. აი დავხოდოთ სურათი, ესე იგი რაღაცა სიმაღლეზე იყო ესე იგი სხეული, ესე იგი აქა და ნუ თავიდან ეს ჩამოვარდა, ვიცით რომ ჩამოვარდა t უდრის 3 წამში. მოდით ვნახოთ რა სიმაღლეზე იმყოფებოდა ეს სხეული. მოდი ეს აღვნიშნოთ აშნოლით. ეს იქნება j t კვადრატ გაყოფილი 2-ზე, ეს არის 10 3-ის კვადრატი 9 გაყოფილი 2-ზე, ესე იგი არის 45 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა სხეული. ეს საწყის მომენტში, პირველი მოძრაობა. ეხლა მერე ამ სხეულს მიანიჭეს ვერტიკალურად ზევით ვენულ საწყისი სიჩქარე. და გვეკითხებენ, ეხლა რამდენ ხანში ჩამოვარდებაო ეს სხეული. მოდით შემოვიღოთ, დავწეროთ ამ მეორე შემთხვევაში სხეულის მოძრაობის განტოლება, ესე იგი y-ის t-ზე დამოკიდებულების ფორმულა. შემოვიღოთ ვერტიკალურად ზევით მიმართული კოორდინატა ღერძი, კოორდინატა სათავედ ავიღოთ აქ, დედამიწის ზედაპირი. ამიტომ ამ სხეულისთვის დაიწერება. მაგას აქვს საწყისი კოორდინატი, ეს არის a-0-ის ტოლი, პლუს საწყის სიჩქარე ვერტიკალურად ზევით არის მიმართული, ამიტომ y ღერძს ემთხვევა v0t და j ქვევით არის მიმართული y ღერძის საწინააღმდეგოდ, ამიტომ -jt კვადრატ ნახევარი.
როდესაც ის დედამიწაზე დაეცემა, ესე წამოვა, ხო? Y გახდება 0-ის ტოლი. ამიტომ მივიღეთ განტოლება 0 უდრის. ესე იგი ეს h0 ვიცით არის 45 პლუს საწყის სიჩქარეც ვიცით, მოდი გავიხსენოთ ამდენია 20 მეტწამი 20 გამრავლებული t-ზე მინუს, g არის 10, 10-ის ნახევარი 5 მინუს 5 t კვადრატი. აი მივიღეთ ეგეთი კვადრატული განტოლება. ამოხსნათ ეს. ამიტომ მოდი ყველაფერი მარცხნივ გადავიტანოთ. 5t კვადრატი მინუს 20t მინუს 45 უდრის 0-ს. გავკოცოთ ყველაფერი 5-ზე, გვექნება t კვადრატი მინუს 4t მინუს 5 უდრის 0-ს. ამოხსნათ ეს კვადრატული განტოლება t პირველი მეორე. ესე იგი პირველი პასუხი იქნება, ესე იგი 4 პლუს მინუს კვადრატული ფესვი 16 პლუს 4-ჯერ 5, ესე იგი 20 გაყოფილი 2-ზე. ესე იქნება 4 პლუს, ეს არის 36 პლუს მინუს 6 გაყოფილი 2-ზე. ასე რომ t პირველი გამოვა პლუსით რო ავიღებთ, ესე იგი 5 წამი, ხოლო t მეორე იქნება მინუს 1 წამი. აქ უარყოფითი დროს აზრი არ აქვს. ამიტომ ესე იგი ეს არის მეორე შემთხვევაში, აი უბრალოდ ეს პირველი, ესე იგი როდესაც საწყის სიჩქარეს მივანიჭებთ, 5 წამში ჩამოვარდება ვერტიკალურად ზევით, როცა მივანიჭებთ საწყის სიჩქარეს. მე-18 ამოცანა. ესე იგი გარკვეული სიმაღლიდან 10 მეწამი საწყის სიჩქარით ისვრიან ორ ბურთულას. პირველს ვერტიკალურად ქვევით, მეორეს ვერტიკალურად ზევით. რამდენი წამით ადრე დაეცემა პირველი ბურთულა დედამიწაზე, ვიდრე მეორე. წინამდებობის ძალას მხედველობაში მიიღებთ. ესე იგი, აი ნახეთ აქ როგორი სიტუაცია გვაქვს, ესე იგი, ესე იგი, ერთი სხეული ისროლეს ვერტიკალურად ზევით V0 სიჩქარით, მეორე სხეული ისროლეს ქვევით V0 სიჩქარით. ახლა ეს მეორე სხეული პირდაპირ წამოვა, ესე დაეცემა. აი ახლა პირველ სხეულს რა მოუვა? ეს ავა ზევით რაღაცა მაქსიმალურ სიმაღლეზე და მერე მოვა ამ დონეზე, მერე აქედან გააგრძელებს მოძრაობას ქვევით. ეხლა აქ როცა მოვა, იგივე სიჩქარე ექნება, რაც ამას. ამიტომ ფაქტიურად პირველი სხეული, რომელიც ქვევით გადმოვაგდეთ და მეორე სხეული, რომელიც ზევით ავაგდეთ, მათი დედამიწაზე დაცემის დროების განსხვავება იქნება ის დრო, რა დროშიაც, ესე იგი მეორე სხეული აი ამ მოძრაობას შეასრულებს. ეს კი არის ასვლა ჩამოსვლის დრო. ესე იგი t ასვლა პლუს t ჩამოსვლა, ეს არის V0 გაყოფილი ჟ-ზე პლუს კიდე V0 გაყოფილი ჟ-ზე. ამიტომ ეს არის 2-ჯერ V0 გაყოფილი ჟ-ზე. ახლა ეს საიდან მოვიტანე აქ, რომ V0 ჟ-ზე არის. ამისათვის ჩვენ შეგვიძლია აი ამ სხეულისთვის დავწეროთ სიჩქარის დროზე დამოკიდებულის ფორმულა. V0 მინუს ჟტ. ახლა ეს, როდესაც ავა უმაღლეს წერტილში, აქ გაჩერდება. ეს იგი V გახდება 0-ის ტოლი. ამიტომ V0 იქნება ჟტ ასვლის. აი აქედან დავადგინე ასვლის დრო და ნუ ახლა სიმეტრიიდან ჩანს, რომ ეს იგი ასვლის დრო და ჩამოსვლის დრო ერთმანეთის ტოლი არის. ამიტომ დაყოვნება, ანუ t ასვლა პლუს t ჩამოსვლა არის 2-ჯერ V0 გაყოფილი ჟ-ზე, ნუ რიცხობრივად ეს იგი t ასვლას პლუს t ჩამოსვლა იქნება 2-ჯერ, ნუ V0 რამდენი არის, ესე იგი ეგ იყო მე-18 ამოცანა 10 გაყოფილი 10-ზე, ესე იგი 2 წამი. 2 წამით გვიან ჩამოვარდება ეს სხეული.